გამარჯობა. დავიწყებთ live-ს. იცამით, შევეცდები, რომ ახლა გადავაზიარო სხვა გვერდებზეც და მალე ვილაპარაკებ იმის შესახებ, თუ რას აპირებს ქართული ოცნება უმაღლესი განათლების სფეროში. ისმის ახლა რამე? იქნა კომენტარში დაწეროთ. გესმით თუ არა ჩემი ხმა? იცამით, შევეცდები, რომ გვერდებზეც და მალე ვილაპარაკებთ. ხა, მე როგორც ხედავ, ჩანს. და ისმის. კარგი, მოდი დავიწყოთ ეს ჩვენი ლაივი. გუშინ 16 ოქტომბერს, მადლობა ლაურა და მაია. ესე გუშინ 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა პრეზენტაცია ქართული ოცნების გეგმის, თუ რას აპირებს ქართული ოცნება განათლების სფეროში. მანამდე, სადღაც 1 წლით ადრე დაახლოებით, ან 9 თვის წინ გითხრეს, რომ უმაღლეს განათლების რეფორმის დოკუმენტს მოამზადებდნენ და ეს რეფორმის განხორციელებისთვის, თუ დაგეგმისთვის შექმნეს კომისია და მე გუშინ წარმოვიდგინეს ეს გეგმა, რა გეგმით იმოქმედებენ. ახლა ძირითადად ეხებოდა უმაღლეს განათლებას ეს გეგმა, მაგრამ ესე იგი მოვისმინეთ გარკვეული ცვლილებების შესახებ სკოლებშიც. ახლა არის ამ ცვლილებების მიზნები და საიდან ვიცით ამ მიზნების შესახებ. პირველი რაც უნდა ვთქვა არის ის, რომ როდესაც პოლიტიკოსი რაღაცაზე საუბრობს და რაღაცის ცვლილებას როგორც ამბობენ ხოლმე ჩვენთან, უნდა განვასხვაოთ ესე იგი პოლიტიკის მიზნები და რიტორიკის მიზნები. ანუ ერთი არის რას ამბობს პოლიტიკოსი და მეორე არის რის გაკეთებას აპირებს. და ესენი ერთმანეთს არ ემთხვევა. ანუ კობახიძე გუშინ რასაც გვეუბნებოდა, ეს იყო რაღაც რიტორიკული წიაღსვლები იმის შესახებ, რომ უნდათ რომ გაამჯობესონ განათლების ხარისხი, რომ რაც შეგვიძლია ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს საქართველოში და რომ უფრო ეფექტური უნდა გახადონ განათლების სისტემა და ასე შემდეგ და უფრო მაგალითად დასაქმების ბაზარზე იყოს მორგებული, რომ უფრო მეტი კვალიფიციური ხალხი შევიდეს სამუშაო ბაზარზე, მაგრამ რეალური მიზნები კობახიძემ თქვა წელიწადნახევრის წინ ამ რეფორმის, როდესაც მაგალითად ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, როდესაც ხდებოდა სხვა არხის ჟურნალისტებს, აგენტების კანონის, რუსული კანონის განხილვა როცა მიდიოდა, მაშინ თქვა ესეთი რაღაც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანერგა პროფესურა უნივერსიტეტებში და ეს უნდა აღმოიფხრას. ანუ ეს პირდაპირ გვაჩვენებს მის მიზანს, რომ ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების მიზანი არის უნივერსიტეტებზე და არა მხოლოდ უნივერსიტეტებზე, არამედ ახლა როგორც გამოჩნდა სკოლებზეც მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ახლა რატომ არის ეს მიზანი ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის, იმიტომ რომ ხო, ანუ მნიშვნელოვანი რო არის ეს ჩანს იქიდან, რომ ძალიან სარისკო რაღაცას იწყებენ, ისეთ რამეს იწყებენ, რამაც შეიძლება უბრალოდ ჩამოშალოს მათი მხარდამჭერებიც კი. ახლა რატო არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი? აგენტების კანონის განხილვის დროს და ასევე შარშანდლიდან დაწყებული პროტესტის განმავლობაში მათ დაინახეს, რომ უნივერსიტეტები არის საფრთხე ავტორიტარული რეჟიმისთვის. უნივერსიტეტების პროფესურა მუდმივად მონაწილეობს აქციებში, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ აქციებში და სტუდენტები მონაწილეობენ მასობრივად აქციებში. ამის გარდა უნივერსიტეტები გაიფიცნენ აქციების დროს, შეწყვიტეს სწავლება, ჩამოაყალიბეს მოთხოვნები,
ამასთან ერთად ნახეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული სტუდენტებისთვის, მაგალითად, როგორც ეს მოხდა სამხატვრო აკადემიაში, ესე იგი, სხვა ჯგუფებიც გაერთიანდნენ, მაგალითად, ტელევიზიის ბლოკირებაც კი მოხდა იმისთვის, რომ სამხატვრო აკადემიის რექტორი მისულიყო იქ და პასუხი გაეცა სტუდენტებისთვის. ანუ სტუდენტები და პროფესურა საქართველოში ყოველთვის იყო ძალიან ძლიერი ძალა. ეს ნახეთ 78 წელსაც კი საბჭოთა კავშირის პირობებში, როდესაც ძირითადად სტუდენტების და პროფესორების ნაწილის აქტიურობით მოხდა ქართული ენის შენარჩუნება. ეს არის პრობლემა ქართული ოცნებისთვის. ქართული ოცნება ხვდება, რომ სტუდენტები არის ის ძალა, რომელზეც ჯერ კონტროლი არ აქვს და პროფესორაც არის ასეთივე ძალა. ეხლა რატო არ აქვს კონტროლი მათზე? კონტროლი ამ ხალხზე არ აქვს იმიტომ, რომ უნივერსიტეტებს აქვთ გარკვეული ავტონომია, რაც გულისხმობს ფინანსურ ავტონომიასაც, რომ ესე იგი უნივერსიტეტების დაფინანსების მხოლოდ პატარა წილი არის სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ ფულის გამოყენებით მანიპულირება მოახდინოს პროფესორებით და სტუდენტებით. ანუ მაგალითად სტუდენტს ვერ შეუჩერებს სტიპენდიას, როგორც ეს იყო მაგალითად 90-იან წლებში ან საბჭოთა კავშირში. ან პროფესორს ვერ შეუწყობს ხელფასს, ან ვერ გააუქმებს მის შტატს, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს ან 90-იან წლებში, როდესაც რექტორსაც სახელმწიფო ნიშნავდა საბოლოო ჯამში მიმართულებების მიხედვითაც შტატებს ანგიცებდა სახელმწიფო და სხვა. ეს პოლიტიკური კონტროლის დამყარება რომ უნდათ, ჩანს არა მხოლოდ კობოხიძის განცხადებიდან, არამედ იმ მოქმედებებიდანაც, რაც მერე რა ნაბიჯების გადადგეს ამ პროცესში. მაგალითად, ამ კომისიის თავმჯდომარედ, რომელიც ამზადებდა ამ ვითომ რეფორმას და სინამდვილეში რეპრესიებს, დანიშნეს ლევან იზორია. ლევან იზორია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო შრომების საბჭოს თავმჯდომარე, იყო თავდაცვის მინისტრი. სანამ გაუშვებდნენ მას ელჩად და სანამ რაღაც სკანდალები იქნებოდა მასთან დაკავშირებული, რაღაცა მასთან პარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ანუ ძალოვანი ადამიანი დანიშნეს კომისიის თავმჯდომარედ. სულ ახლახანს დანიშნეს ასევე განათლების მინისტრად ადამიანი, რომლის ძირითადი სპეციალობა, ძირითადი ინტერესი არის პენიტენციური სისტემის განვითარება. ის მუშაობდა ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ და დღევანდელი განათლების მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. მისი პუბლიკაციები რო ნახოთ არის ეხება პატიმრების რესოციალიზაციას. ანუ პატიმრების სპეციალისტი, ანუ ციხეების სპეციალისტი დანიშნეს მინისტრად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ყოფილი კადრი დანიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, რაც თავისთავად გაჩვენებთ სინამდვილეში რაზე ფიქრობდნენ, ანუ განათლებაზე კი არ ფიქრობენ განათლების პრობლემებზე, არამედ ფიქრობენ უსაფრთხოების საკითხებზე და ფიქრობენ პოლიტიკური კონტროლის საკითხებზე. ეხლა ეს პოლიტიკური კონტროლი ეხება არა მხოლოდ პროფესორებს და სტუდენტებს, არამედ ეხებათ ასევე უფროს კლასელებს, მე-12 კლასელებს, რომლებიც არიან სრულწლოვნები, ან ხდებიან სრულწლოვნები და ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროტესტებში მთელი წლის განმავლობაში და ასევე განსაკუთრებით ნოემბერში და ასევე რუსული კანონის მიღების დროს. ხო, ანუ ეს იყო მაშინვე იყო ცხადი, რომ ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს რეპრესიულ პოლიტიკას და შეზღუდვას ევროპული პოლიტიკისგან. ეხლა როგორ უნდათ რომ დაამყარონ ეს პოლიტიკური კონტროლი, ანუ გადავიდეთ საშუალებებზე, ხო, რომ მიზნები ცხადია, რომ უნდათ რომ დაამყარონ პოლიტიკური კონტროლი, გაწმინდონ უნივერსიტეტები არასასურველი კადრებისგან, მაგრამ გაწმენდა არ არის ერთადერთი მიზანი, არამედ მიზანი არის ზოგადად უმაღლეს განათლებაზე მეტი კონტროლის დამყარება, რომ მაგალითად თვითონ აკონტროლონ ვინ იქნება პროფესორი, ვინ არ იქნება, მაგრამ ასევე რამდენი სტუდენტი იქნება, რამდენი პროფესორი იქნება, სად იქნებიან ეს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ანუ შეძლებენ თუ არა ისინი დამოუკიდებლად იმოქმედონ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად გამოხატონ საკუთარი აზრი და ჩამოიყალიბონ პოლიტიკური მოთხოვნები. ეხლა როგორ აკეთებენ ამას?
ანუ რა გვითხრა გუშინ კობახიძემ, რაც არ ვიცოდეთ. ეს ყველაფერი ეს მიზნები რა ქონდათ ვიცოდეთ, მაგრამ რა იყო ის, რაც გამოაცხადეს. უბრალოდ რის შესაძლებელს იმ ხალხმა, ვინც ვართ ამ სფეროში, ვიცოდით, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია სულ მუდმივად ჯონავს, რას აპირებდნენ, მაგრამ რა თქვა კობახიძემ ღიად. ღიად თქვა ის, რომ იმისთვის, რომ შეზღუდოს უნივერსიტეტების ავტონომია, დაამყაროს მეტი პოლიტიკური კონტროლი პროფესორებზე და სტუდენტებზე, ამისთვის მთავარი მექანიზმი არის დაფინანსების სისტემის ცვლილება. როგორც თქვი, უნივერსიტეტები დამოუკიდებლები არიან სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან პირდაპირ პრინციპში იღებენ მათი დაფინანსების უმცირეს ნაწილს. ანუ სახელმწიფო აძლევს ძირითად თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, რაც უმაღლეს განათლებას ერგება სტუდენტებს. სტუდენტი მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით სასწავლო გრანტს და ეს სასწავლო გრანტი მიაქვს იმ უნივერსიტეტში, რომელიც მას მოწონს, ხო, იმ პროგრამაზე, რომელიც მას მოწონს. კიდე არის რაღაც მცირე დაფინანსება, რასაც სახელმწიფო პირდაპირ აძლევს უნივერსიტეტებს, ეგრეთ წოდებული უფასო ფაკულტეტების მეშვეობით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ვერ წყვეტს, რომელ უნივერსიტეტს მიცემს და რომელს არა, ანუ ვისაც აქვს ის სპეციალობა, მაგალითად ისტორიის მიმართულებას, რომელი უნივერსიტეტს ასწავლის, თუ სამივე საფეხურზე აქვს ისტორიის მიმართულება, იმ სამივე საფეხურზე უფინანსებს სახელმწიფო, თუ ის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეხლა ამის ესე იგი, როგორ უნდა შეზღუდოს უნივერსიტეტები, პირველი დაფინანსების წყაროები უნდა გადაუკეთოს და დაფინანსების წყაროების ერთ-ერთი ესე იგი, მნიშვნელოვანი წყარო და დაფინანსება რეალურად ხდება სტუდენტების მიერ ისე, რომ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო საწავა ეს და ეს უნდა შეცვალოს. ამიტომ კობახიძემ თქვა, რომ აი ამ საგრანტო სისტემიდან გადავლენ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო დაკვეთების სისტემაზე. სახელმწიფო დაკვეთის სისტემა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო გააწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს დააფინანსებს და რომელს არა. რასაც დღეს არ აკეთებს. მეორე წყარო დაფინანსების, რაც უნდა შეუზღუდოს და ეს თქვა კობახიძემ, არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ უცხოელი სტუდენტები და ეს უცხოელი სტუდენტები არ უნდა ხვდებოდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ ეს თურმე სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქცევს ბიზნესად. და რომ ეს უცხოელი სტუდენტები უნდა რეალურად კერძო უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ახლა რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლები არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე არის ქართველი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლები. ანუ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტები შეიძლება იხდიდნენ 10-ჯერ უფრო მეტს, ანუ თქვა 20,000 ლარს მეტს შეიძლება იხდიდნენ წელიწადში და ქართველი სტუდენტი შეიძლება იხდიდეს მხოლოდ 2,000 ლარს, ან 2,225 სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს გულისხმობს იმასაც, რომ ესე იგი ეს უცხოელი სტუდენტები არის საკმაოდ დიდი შემოსავალი უნივერსიტეტებისთვის, რაც ასევე აძლიერებს მათ ავტონომიას, ფინანსურ ავტონომიას. თუ აქვს უნივერსიტეტს ფინანსური ავტონომია, მაშინ ის პოლიტიკურადაც უფრო თავისუფალია, რომ გამოხატოს, ანუ ის პროფესორას აქვს უფრო მეტი თავისუფლება, რომ გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრებები. ეხლა კობახიძეს უნდა რომ ეს ფული ჩამოართვას უნივერსიტეტებს და გადაუნაწილოს კერძოებს. აქ პრობლემა აქვს ის, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილია ეს და სამედიცინო უნივერსიტეტი რეალურად პოლიტიკური პრობლემა ნაკლებად არის ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ხელმძღვანელობა უფრო ლოიალურია პარტიის მიმართ და ამიტომ ესეთი დათქმა გააკეთა კობახიძემ, რომ გამონაკლის შემთხვევაში მიიცემთ უფლებას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ რაღაც სპეციალობებზე ყავდეთ უცხოელი სტუდენტები. ეხლა ეს გამონაკლისის დაშვება დამოკიდებული ცხადია, ხვდებით ხო რაზე არის პარტიას თუ ემსახურები, მაშინ ამ გამონაკლისს დაუშვებენ, თუ არ ემსახურები არ დაუშვებენ. მაგალითად, თუ ხარ თქვა ილიას უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია იმითი, რომ იქ უფრო თავისუფლად გამოხატავენ ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს, უბრალოდ ილიას უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები უფრო ჩანან საზოგადოებრივად, ვიდრე სამედიცინო სტუდენტები და პროფესორები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ პროტესტებში. ასეთ შემთხვევაში ილიას უნივერსიტეტს უნდა წაართვა ეს ფული, რომ უფრო მეტად დამოკიდებული გახადო პარტიის წყალობაზე.
ესე იგი, პირველი ცვლის დაფინანსების ზოგად სისტემას თუ საგრანტოდან გადაყავს სახელმწიფო ეგრეთ წოდებული დაკვეთაზე დაფუძნებულ იმას დაფინანსებაზე, რომელსაც დაკვეთას განსაზღვრავს განათლების სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც ყობახიცემ აგვიხსნა. მეორე არის, რომ უცხოელი სტუდენტების ფულს ესე იგი წაართმევს და მიცემს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მესამე არის, რომ მესამე რაც თქვა, არის ის, რომ ესე იგი, უნდა გააუქმონ შესაძლებლობა უნივერსიტეტებისთვის, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს გქონდეს ერთი და იგივე სპეციალობა. ეხლა რატო უკავშირდება ეს დაფინანსებასაც? სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო არის პოპულარული ფაკულტეტები და სპეციალობები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება არის ბიზნესის მიმართულება. თუ თქვათ, რა ვიცი, შეიძლება აღმოსავლეთ ცოდნეობაზე ან სოციოლოგიაზე აბარებდეს, თქვათ, რა ვიცი, 1-20 აბიტურიენტი, ან თქვათ, რა ვიცი, ამდენიმე ათეული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაკლებიც, მაშინ ბიზნესის მიმართულებაზე 1000, 1200, 2000 სტუდენტი შეიძლება აბარებდეს. ეს არის მნიშვნელოვანი წყარო დაფინანსების. თუ ჩვენ, ესე იგი, სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფო შეზღუდავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმას, რომ არ შეიძლება დუბლირება ამ სპეციალობების სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაშინ ეს გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ბიზნესის ფაკულტეტი შეიძლება ქონდეს მაგალითად მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ან მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტს და ყველა დანარჩენი უნივერსიტეტის შემოსავალი იზღუდება ასეთი გზით. ეს არის მესამე გზა შემოსავლების შეზღუდვის. მეოთხე გზა შემოსავლების შეზღუდვის არის პირდაპირ ჩამოჭრა 1/4 შემოსავლების, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაკალავრიატის გადაყვანას ცდილობენ რა, უნდათ რომ ბაკალავრიატი იყოს არა 4 წლიანი, არამედ იყოს 3 წლიანი. ანუ ეხლაც აქვს ზოგიერთ სპეციალობას 3 წლიანი ბაკალავრიატის ქონის უფლება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეს იყოს ჩვეულებრივი რაღაცა დომინანტური ფორმა, გარდა თქვა სამედიცინოსი, როგორც ყობახიძემ ახსენე. რაც ნიშნავს იმას, რომ 1/4 შემოსავლების უბრალოდ მოვაკლებათ უნივერსიტეტებს. ეხლა და ხო, ანუ ეგ თავისთავად იქნება კრიზისის ერთ-ერთი წყარო უნივერსიტეტებისთვის და უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული პარტიაზე და სახელმწიფოზე და სახელმწიფომ უნდა მიცეს მაშინ ეს რაღაცა დაკვეთის სისტემით უნივერსიტეტს იმისთვის ფული იმისთვის რომ გადარჩეს და უკვე უნივერსიტეტ შემოსავლები აღარ ექნება. ეხლა ეს თვითონ ეს ფაკულტეტების შეზღუდვა არის საინტერესო რამ, იმიტომ რომ ამბობს ყობახიძე ასეთ რაღაც ამბობს, რომ ეს იმ პრობლემას მოაგვარებს, რომ გაფანტულია ცოტა პროფესორი პერო უნივერსიტეტში. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას ნამდვილად არ უშველის, იმიტომ რომ პროფესორების გადანაწილება იქნება საჭირო უნივერსიტეტებიდან ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში. მაგალითად, არქეოლოგიის პროგრამა აქვს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აიგრძალება არქეოლოგიის პროგრამა და თუ სტუდენტების სურვილების რაოდენობა იგივე რჩება, ვისაც უნდა რომ არქეოლოგია ისწავლოს, მაშინ ან სტუდენტების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ვინც ისწავლის არქეოლოგიას, ან იგივე რაოდენობას რო ასწავლოს, მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაემატოს პროფესორ, ან შეივსოს ჯგუფები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის გადაყვანის გარეშეც. და ეს ნიშნავს კიდე იმას, რომ პოლიტიკური კონტროლის დამყარებისთვის გარდა ფინანსური საშუალებების სახელმწიფოს ეძლევა უკვე შესაძლებლობა რომ ჩაერიოს ამ პერსონალის გადანაწილების პროცესში. ეხლა საიდან ჩანს რომ აპირებს რომ ჩაერიოს ამ პერსონალის გადანაწილების პროცესში? ეს ჩანს იმ ინიციატივიდან, რომ სახელმწიფო აპირებს რომ დაადგინოს უნივერსიტეტების შიგნით მართვის სტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ყობახიძე ამბობს, რომ იქნება მიმართულებების ორგანიზებული გარკვეული იერარქია პროფესორის, რომ იქნება ერთი ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, მას ეყოლება რამდენიმე ასოცირებული და მინიმუმ 10 ასისტენტ პროფესორი, რომელიც ამ, ესე იგი, ამ პირამიდაში იმუშავებს.
ეხლა ეს რას გულისხმობს, რომ პროფესორები დაქვემდებარებული ხდებიან ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც არის მიმართულების ხელმძღვანელი. ეს კონკრეტული ადამიანი შერჩეული სავარაუდოდ იმ ავტორიტარულ რეჟიმის პირობებში იქნება პარტიული ნიშნით, ან პარტიასთან ლოიალობის ნიშნით, ან შეიძლება აირჩიონ უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს და სხვა ადამიანი არ არის, ვისაც რაღაცა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულება შეუძლია. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი განსაზღვრავს რეალურად ყველა დანარჩენი ადამიანების წარმატება-წარუმატებლობას იმ იერარქიაში. რაც აჩენს ურთიერთდამოკიდებულ სისტემას, რაც პროფესორები ხდებიან უფრო იერარქიული სისტემის ნაწილი და უფრო მეტად არიან კონტროლის ქვეშ, ხო? ეხლა უფრო მეტი ავტონომია აქვს თითოეულ პროფესორს, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანი არ არსებობს მიმართულებაზე, რომელზეც არის დამოკიდებული მისი დაწინაურება, არ დაწინაურება. ეს რაღაც კოლექტიური გადაწყვეტილების ის არის კოლექტიური გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება დაწინაურდება თუ არა პროფესორი და იმ ახალ სისტემაში, რასაც კობახიძე გვთავაზობს, ეს წარმატება-წარუმატებლობა პროფესორის არის უფრო მეტად დამოკიდებული აი ამ რაღაც იერარქიულობაზე. ეხლა გარდა პროფესორის გადანაწილების, აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ სტუდენტები, მომავალი სტუდენტები და არა ახალი და არა არსებული სტუდენტები ასევე უნდა გადანაწილდნენ. ანუ ერთი მხრივ ამცირებს 1/4 სტუდენტების რაოდენობას, იმიტომ რომ მეოთხე კურსი არ იარსებებს და სამი კურსი იქნება, ანუ სამ წელიწადში დაამთავრებენ ბაკალავრიატს, ასევე ამცირებს მაგისტრატურის სტუდენტების რაოდენობას, იმიტომ რომ ჩამოყავს 2 წლიანი მაგისტრატურა ერთ წელზე, ანუ რეალურად 4 წელი იქნება მაგისტრატურა და ბაკალავრიატი 6 წლის ნაცვლად. ანუ 2 წლით ამცირებს აი ამ რაღაცა ორ ყველაზე პოპულარულ საფეხურს, ხო, უმაღლეს განათლების. არა მხოლოდ რაოდენობას ამცირებს სტუდენტების, არამედ საუბრობს იმაზე, რომ ეს სტუდენტები უნდა გადანაწილდნენ სხვა ქალაქებში, ქუთაისში და რუსთავში და ეგ შეგვიძლია უბრალოდ რაღაც პარალელი გავაკეთოთ. მაგალითად პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ კი რიტორიკა არის, მაშინაც იყო პარლამენტის გადატანის დროსაც, რომ ქუთაისი უნდა გავაძლიეროთ და ფუნქცია შევძინოთ, მაგრამ ამის გარდა კიდე ეს ანუ რეალ პოლიტიკის მიზნების ნაწილი ასევე იყო ის, რომ პოლიტიკური აქტიურობა გადაიტანოს სხვაგან, ანუ უფრო გაართულო. ანუ ქუთაისელი სტუდენტისთვის პარლამენტის წინ შეკრება თბილისში უფრო რთულია, ვიდრე თბილისელი სტუდენტისთვის. და ეს არის ერთგვარი გზა იმისთვის, რომ მოიშოროთ თავიდან თავის ტკივილი, რომელიც მუდმივად გააქვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვაკიდან ან სადღაც სხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტები იკრიბებიან ხოლმე რუსთაველზე და აპროტესტებენ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებს. ასევე არის ლაპარაკი რუსთავში გადატანაზე სტუდენტების ნაწილის. ეხლა ეს არა მხოლოდ სასარგებლოა, იმიტომ რომ ფიზიკურად იქნებიან მოშორებული, არამედ იმიტომაც, რომ უფრო მეტად ხდებიან ფინანსურად დამოკიდებული სახელმწიფოზე. იმიტომ რომ შენ თუ აიძულებ სტუდენტს, მაგალითად თბილისის სტუდენტების დიდი ნაწილი არიან თბილისელები. თბილისელების რაღაც ნაწილს თუ აიძულებ, რომ წავიდნენ სხვა ქალაქში, მაშინ ისინი უფრო მეტად ხდებიან ფინანსურად დამოკიდებული სახელმწიფოს წყალობაზე, რომ მაგალითად რა ვიცი, საერთო ცხოვრებლები აუშენოს, სამსახურები მიცეს და ასე შემდეგ. თუ თბილისიდან გაიყვანს სტუდენტებს, მათი დასაქმების შესაძლებლობებიც იკლებს. ანუ ისინი უფრო ნაკლებად დამოუკიდებლები იქნებიან, უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული სახელმწიფო იმაზე მხარდაჭერაზე, ხო? და იმიტომ რომ თბილისში არის დასაქმების უფრო მეტი შესაძლებლობა და ეს დასაქმების შესაძლებლობები ჭირდება სტუდენტებს იმისთვის, რომ საკუთარი თავი არჩეონ. არა მხოლოდ სწავლის გადასახადის ხარჯები დაფარონ, არამედ საკუთარი ცხოვრების ხარჯებიც დაფარონ. ამის გარდა გვეუბნება კობახიძე იმას, რომ ესე იგი უმაღლესებში ვიღებთ იმას, რომ უმაღლესების რაღაც ნაწილს გადაუნაწილდება, ესე იგი ჩამოერთვება დაფინანსების სხვადასხვა წყარო შემცირდება, ანუ ფაკულტეტებს შეზღუდავს უცხოელების მიღებას და გააუქმებს ამ გრანტებზე დამოკიდებულ დაფინანსებას და ამცირებს სტუდენტების რაოდენობას და აი ამითი აღჭობს
უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსები კონდეს. მეორე მხრივ, რაც წაკეთებს არის ის, რომ ამბობს, რომ 11 წლიან სწავლებაზე გადაყავს სკოლა. 11 წლიანი სწავლებაზე გადაყვანა ასევე მეტ პოლიტიკურ კონტროლს გულისხმობს სკოლებზე, იმიტომ რომ სკოლებიდან გამოყავს დაახლოებით 50,000 მოსწავლე, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში, რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სრულწლოვნები არიან ან ხდებიან მე-12 კლასში და რომლებიც ვნახეთ ჩვენ აქციებზე, რომ მათთან გამკლავების შესაძლებლობაც ნაკლებად აქვს, განსაკუთრებით არასრულწლოვნების, იმიტომ რომ მათ ვერ აპატიმრებს ეს რეჟიმი და ეს დაპატიმრება ძალიან უნდა პოლიტიკურად აქტიური ადამიანებს, იმიტომ რომ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ის ვინ ჯარიმას არ იხდის და ის ვისაც ვერ სხვა გზებით ვერ ვაშინებთ, ისინი უნდა დავაპატიმროთ და მაშინ ეს პატიმრობა იქნება უფრო ეფექტური გზა პროტესტების ჩახშობის, ხო? ეს მე არ ვამბობ, კობახიძე ამბობს ამას თავის გამოსვლებში. და სკოლის მოსწავლეების მოშორება ნიშნავს ასევე სკოლის დაფინანსების შემცირებასაც და თავის გილის შემცირებას, რომ სახელმწიფოს აღარ უწევს მე-12 კლასის რაღაცა პრობლემების გამკლავება, როგორც არის მაგალითად სახელმწიფოების რაღაცა წარმოება მე-12 კლასის და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი რაც საკეთებს არის ის, რომ მე-11 კლასის გაუქმებით რეალურად უფრო მეტ პრობლემას უჩენს საზღვარგარეთ წასასვლელად და პირდაპირ ამბობს კობახიძე, რომ ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დარჩეს საქართველოში. და ამას ამართლებს რაღაც პატრიოტული მოტივებით, რომ უცხოელი სტუდენტები და უნდა გადავანაწილოთ კერძო უნივერსიტეტებში. ეს აქ შეგვიძლია პირდაპირ ვივარაუდოთ, რომ აქ არის კერძო უნივერსიტეტების ინტერესი. და კერძო უნივერსიტეტების უკან ან გვერდით, ან კერძო უნივერსიტეტებთან ერთად სინამდვილეში არიან ხშირად გადაწყვეტილების მიმღებები. მაგალითად, ჩვენ ნახეთ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა მინისტრის გიორგი ამილახვარის მინისტრობის პერიოდში და ეს მინისტრი უცებ აღმოჩნდა, რომ არის ამ შავი ზღვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ვიღაცები ამბობენ, რომ შეიძლება საერთოდ წილიც ჰქონდეს ამ უნივერსიტეტში, ანუ რეალურად ის იდგეს მის გაყიდვის უკან. და ეხლა რა თქმა უნდა, მის ინტერესია, რომ მაგალითად ილიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ეს უცხოელი სტუდენტები გადავიდნენ მის უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ეს არის ლაპარაკია, ეხლა რომ წარმოიდგინოთ საერთოდ რაზე არის, ეს არის 100 მილიონ დოლარზე ლაპარაკი. მოგებაზე, რომელიც შევა უკვე ამ უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაცვლად, ანუ რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტებს ასუსტებ იმისთვის, რომ კერძო უნივერსიტეტები განავითარონ. მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა სრულად საპირისპიროა, რომ ვითომ კერძო უნივერსიტეტებმა ასუსტებდნენ და ეხლა გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტების რაღაცა შესაძლებლობები. რა შედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრისგან? ერთი ეს თქვი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები დასუსტდება, მაგრამ დასუსტდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაუშვებენ პერსონალს და გაყრიან პერსონალს ამ გადანაწილების დროს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსურად დამოკიდებული გახდება სახელმწიფოზე, არამედ იმიტომაც, რომ შეზღუდვა მოხდება განვითარების. განვითარება როგორ ხდება, ხო? დღეს საქართველოში ბოლო 20 წელია და უფრო მეტი 30 წელია სინამდვილეში სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაღაცა კონკურენტი პროგრამები იქმნება. კონკურენციაში არ გულისხმობ იმას, რომ მაინც დიდი შეჯიბრია მათ შორის, მაგრამ არის განსხვავებული მიდგომები შინაარსის წარმოებაში და არა მხოლოდ სხვადასხვა შინაარსს აწარმოებენ, არამედ სხვადასხვა მეთოდებით აწარმოებენ ამას. ხო, მაგალითად თუ უნივერსიტეტებში ჩვენ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთგან უნდა იყოს ერთი მიმართულება, მაგალითად ისტორიის ფაკულტეტი თუ იქნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები როგორ შინაარსზე მუშაობასაც გადაწყვეტენ და როგორი მეთოდებითაც გამოიკვლევენ ისტორიის მიმართულებას, მხოლოდ ეს იქნება, ანუ ეს ადგილი იქნება ძირითადი წყარო, სადაც განვითარდება ცოდნა. და ამ დროს ილიას უნივერსიტეტში არსებობს ისტორიის მიმართულება და იქაც ასწავლიან ისტორიას და იქ შეიძლება სხვა თემები აინტერესებთ ისტორიის კვლევის დროს და შეიძლება სხვანაირი მეთოდებით, უფრო თანამედროვე მეთოდებით ან პირიქით რაღაცა უფრო მოძველებული მეთოდებით. ასწავლიან ამათი გაერთიანება გულისხმობს იმას, რომ
ესე იგი, ამ სკოლების ჩამოყალიბებას უშლი ხელს, ხო, სხვა სკოლა, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად უყურებდეს ისტორიის მეცნიერებას. ერთ-ერთი პრობლემა, რაც მან ჩნდება განვითარების თვალსაზრისით, არის ის, რომ ის იერარქია, რაზეც კობახიძე ლაპარაკობს, რომ აი რაღაც კონკრეტული პროფესორის ქვეშ იქნება ორგანიზებული მთელი ეს სისტემა, გულისხმობს იმასაც, რომ უფრო რთული ხდება მეცნიერებს შორის ურთიერთშეფასების სისტემების არსებობა. ანუ მაგალითად, დღეს ჟურნალში თუ გინდა რომ გამოვაქვეყნო შენი სტატია, შენმა კოლეგამ მეცნიერმა უნდა შეაფასოს შენი სტატია და ეს ხდება ანონიმურად, იმისთვის რომ რაღაც ზეწოლა არ იყოს და თუ ერთი უნივერსიტეტის შიგნით იქნება ყველა მაგალითად რაც ხელოვნებაცოდნე, ორგანიზებული ხელოვნებაცოდნე რომ დაწერს სტატიას ესე იგი, უკვე რეალურად აღარ იარსებებს ამ სტატიის შემფასებელი. იგივე მოხდება აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებით და ესეც თქვა კობახიძემ, რომ აკრედიტაციის სისტემა დღეს თვითონ ფორმალობა არისო და უნდა შევცვალოთ ისე, რომ რეალურად შეძლოს რაღაც კონკრეტული მიზნების მიღწევას. და ეს გულისხმობს იმას, რომ ანუ გარდა იმისა, რომ შეიძლება კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ გამოიყენონ და არის რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელსაც იმედის პროპაგანდა სულ ატრიალებს, რომ თურმე რაღაცა ექსტრემისტებს ზრდის და განათლებას აძლევს. გარდა ამის გარდა რეალურად აკრედიტაციის სისტემა, დღევანდელი სისტემა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ კოლეგები აფასებენ ერთმანეთის პროგრამებს და ესეთი რაღაც შეუძლებელი იქნება, რომ პროგრამა სხვა, ანუ უფრო გასაგები რომ იყოს ადამიანს, ვინც არ არის ამაში ჩართული, მაგალითად განათლების პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის შესაფასებლად მოდის სხვა უნივერსიტეტის განათლების პროგრამის პროფესურა და ისინი აძლევენ რჩევებს განიხილავენ ამ პროგრამებს და მე შეიძლება პირიქითაც მოხდეს რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის პროფესორები წავიდნენ შემფასებლებად მე უკვე აი ამ უნივერსიტეტში და ისინი შეაფასონ. ეხლა თუ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იქნება განათლების პროგრამა, განათლების მეცნიერებების პროგრამა ან მაგალითად რაღაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამა, მაშინ ესეთი სისტემის აწყობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ეს შეამცირებს განვითარების შესაძლებლობასაც. ეხლა კიდე რას აფუჭებს ეს სისტემა? ეს სისტემა რეალურად ეხმარება ბჭყალებში იმას, რომ სამუშაო ბაზარზე შევიდეს ძალიან ბევრი არაკვალიფიციური ადამიანი. ანუ შეიძლება დღესაც გვაქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან და ცოდნასთან დაკავშირებითაც, მაგრამ კარგად თუ დაფიქრდებით, ძალიან მარტივია იმისი მიხვედრა, რომ 11+3 წლის განათლების მქონე ადამიანებს ნაკლები ცოდნა აქვთ, ვიდრე 12+4 განათლების სისტემის კურსდამთავრებლებს. 12 წლიან სკოლას რო ამთავრებს და 4 წლიან ბაკალავრიატს 16 წელი სწავლობს განათლების სისტემაში. როდესაც 11 წელი სწავლობს სკოლაში და 3 წელი სწავლობს 14 წელი, ანუ 2 წლით უფრო ნაკლები ექნება უმაღლესი განათლება მიღებული ადამიანს, რომელიც შევა უმაღლესის დამთავრების შემდეგ სამუშაო ბაზარზე. 1 წლით ნაკლები ექნება, როცა სკოლის შემდეგ შევა სამუშაო ბაზარზე. ეხლა ეს 11 წლიანი სწავლება ხელს უშლის არა მხოლოდ იმას, რომ საზღვარგარეთ წასვლის დროს უფრო მეტი ბარიერი გექნება, იმიტომ რომ 12 წლიანი სწავლება არის ერთგვარი ასე ვთქვათ სტანდარტი ევროპაში, მინიმუმ 12 წლიანი, თორე 13 წლიანი სწავლებაც არის სხვადასხვა ქვეყანაში. ხელს გიშლის, იმიტომ რომ მაგალითად გერმანიაში თუ გინდა რომ წახვიდე, 13 წელი უნდა ქონდეს დასწავლის სამ უნივერსიტეტში წახვალ და აი მაგალითად თუ ეხლაც 12 წელს ამთავრებ და მიდიხარ უნივერსიტეტში, 1 წელი უნდა დაიმატო, რომ შუდიან კოლეჯში გაიარო და მე იქიდან გადახვიდე უნივერსიტეტში. მაგრამ მე რო სწავლობდი გერმანიაში, მაშინ 11 წელი ქონდა სკოლა დამთავრებული და 2 წელი მომიწია უნივერსიტეტში სწავლა იმისთვის, რომ მე უფლება მქონოდა, რომ გერმანიაში პირველ კურსზე დამჯდარიყავი. აი ამ სისტემის დაბრუნებაზეა ლაპარაკი დღეს. ანუ ეს პრობლემა არის 11 წელზე გადაყვანის დროს, მაგრამ 11 წელზე გადაყვანა პრობლემა არის არამხოლოდ საერთაშორისო პერსპექტივიდან. 11 წელზე გადაყვანა პრობლემა არის საქართველოს პერსპექტივიდანაც. 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა მოხდა სხვა არგუმენტების გამოც. ერთ-ერთი იყო პროგრამის გადატვირთვა სკოლებში. ანუ პროგრამა იმდენად გადატვირთული იყო, რომ საჭირო იყო ისი განტვირთვა და განტვირთვისთვის ერთ-ერთი გზა არის, რომ გაახანგრძლივო და გადაიტანო რაღაც საკითხები იმ ერთ დამატებით კლასში.
მეორე არგუმენტი რაც იყო თავის დროზე 12 წლიან სწავლებაზე გადასვლის დროს იყო ის რომ რაც უფრო გვიან ირჩევს ადამიანი პროფესიას მით უფრო გააზრებულია ეს არჩევანი და რაც უფრო გააზრებულია ეს არჩევანი მით უფრო ნაკლებია შანსი რომ მოუწიოს პროფესიის რაც ქვია მომავალი პროფესიის შესასწავლი პროგრამის შეცვლა ანუ გადასვლა სხვა ფაკულტეტზე სხვა პროგრამაზე და ეხლა და მე რა მოხდა 12 წლიან სწავლებაზე გადასვლის გარდა მოხდა ის, რომ ბაკალავრიატების პირველ წელს გაჩნდა უნივერსიტეტებში ზოგადი მიმართულებები, რომელიც ზოგად კურსებს ასწავლიდა სტუდენტს, რომ კიდევ უფრო გააზრებლად აერჩია მეორე კურსიდან, რომელ სპეციალობას დაიწყებდა. ანუ რეალურად 3 წლიან პროგრამაზე გადაყვანის დროს ერთი წელი რო ჩამოეჭრება 4 წლიან ბაკალავრიატს, ამის ინტერესიც ნაკლები იქნება, რომ ზოგადი კურსები არსებობდეს პირველ კურსზე და სკოლასაც უფრო ადრე დაამთავრებენ მოსწავლეები, ანუ უფრო ადრე გააკეთებენ არჩევანს კონკრეტულ სპეციალობას და ამ სპეციალობას სწავლას დაიწყებენ პირველივე კურსიდან. და ეს კიდევ უფრო პრობლემური არის, იმიტომ რომ როდესაც ზოგადი კურსები ნაკლები გაქვს ნასწავლი და პირდაპირ სპეციალობაზე სწავლო და როცა ეს ამ სპეციალობების ესე იგი სპეციალობებში მუდმივად მნიშვნელოვანი არის შენი კომპეტენციების განვითარება, ამ კომპეტენციების განვითარების სწრაფად განვითარების ერთ-ერთი საფუძველი არის ის ზოგადი ცოდნა, რომელიც გეხმარება, რომ მე ახალი კომპეტენციები აითვისო. და ამას თუ გამოვაკლებთ თანამედროვე ახალგაზრდებს, მაშინ კიდევ უფრო ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, რომ იცვალონ პროფესიები, იცვალონ სამუშაო დასაქმების მიმართულებები. ისე რომ აი ამასაც ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. და ცხადია უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ პარტიაზე დამოკიდებული ხდება უნივერსიტეტები. ანუ ეს ყველაფერი, აი საერთოდ რო შევაფასოთ ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება. აი ერთი ფრაზაში რომ შესაძლებელი იყოს იმისი აღწერა რაც ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას აქვს განზრახული რომ რაც შეიძლება ნაკლები ისწავლოს ხალხმა და რაც შეიძლება უფრო მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე. აი ეს არის მიზანიც და შედეგიც საბოლოო ჯამში იგივე იქნება. ანუ ამ მიზნის მისაღწევად. ეხლა რამდენად მიაღწევენ ამ მიზანს, რაზე არის ეს დამოკიდებული? პირველი არის დამოკიდებული თავად საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ადამიანებზე. ანუ ერთი არის აქტიური წინააღმდეგობა და მე აბსოლუტურად არწმუნებული ვარ, რომ მოყვება ძალიან დიდი წინააღმდეგობა ამას. არა იმიტომ, რომ პირდაპირ სამსახურებიდან გაშვება ემუქრება პროფესორასაც და სკოლის მასწავლებელსაც სხვა შორის, იმიტომ რომ საათები შეუწირდება 12 კლასის და რეალურად ეს შეიძლება ნიშნავდეს ბერს სხვა რამესაც, იმიტომ რომ მიღების სისტემის ცვლილებაზეც არის ლაპარაკი და ეგ ცალკე კიდე გამოიწვევს ბევრ საინტერესო რაღაცას აბიტურიენტების მომზადების სისტემაში და არამედ იმიტომაც რომ მცირდება მათი ავტონომია, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი უნივერსიტეტებს როგორ მართავენ. აი მაგალითად პროფესორს ეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს უფლება, რომ განსაზღვრო გექნება თუ არა რაღაც მიმართულება შენ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ასე, პარტიამ გადაწყვიტა, რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი იქნება, რომელ სპეციალობას ისწავლებ. ან ვის დაქვემდებარებაში იქნები შენ, ანუ ვინ იქნება შენი ხელმძღვანელი, შენი უფროსი. ეს წინააღმდეგობა წამოვა ასევე ახალგაზრდებისგანაც, იმიტომ რომ რეალურად ახალგაზრდა პროფესორების ადგილი აქ ასეთ სისტემაში ნაკლებად იქნება. ანუ ძველი გვარდია განსაზღვრავს იმას, ვინ დარჩება და ვინ არა. ძველი გვარდია რატომ? იმიტომ რომ ძველი გვარდია არის ძირითადი დასაყრდენი რეალურად ავტორიტარული რეჟიმების, იმიტომ რომ მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვს რომ წავიდნენ სხვაგან, უფრო დაუცველებად გრძნობენ თავს, ანუ ისინი ვერ გადადიან ესე მარტივად, თქვათ, რაღაცა საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში, ან შეიძლება არც უნდათ კარიერის უკვე დასასრულისკენ როცა მიდიან, რომ ასეთი რაღაცა მკვეთრი ნაბიჯები გადადგან, ამიტომ რეალურად ეს 90-იანებში ხედავთ იმას, რომ ძირითადად ძველი გვარდია ზღუდავდა ახალგაზრდებს, რომ სისტემაში შემოსულიყვნენ, რაც ძალიან ცუდი იყო სისტემის განვითარებისთვის. ესე რომ
წინააღმდეგობა იქნება ძალიან დიდი, მაგრამ წინააღმდეგობა იქნება არა მხოლოდ საჯარო და ღია, არამედ იქნება ფარულიც. ფარული წინააღმდეგობის ბევრი გზა არსებობს და განათლების სისტემაში ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა ამის გაკეთება. მაგალითად, საბჭოთა სისტემაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა მოახერხა, ის რაც ვერ მოახერხა ბევრი სხვა განათლების სისტემებმა, რომ მაგალითად არ გადაწყობილიყო რუსულ ენაზე სწავლებაზე, ან იქ რაღაცა ფორმალურად შეესრულებინათ რაც კომპარტიის დავალება, რომ იდეოლოგიური უნდა ყოფილიყო სწავლება და ასე შემდეგ. ესე რომ ეს წინააღმდეგობა იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე არის, რომ თავისთავად რაც აქ დასახული, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, ძალიან ბევრ ფულს და ასევე თანხმობა საზოგადოების უფრო ფართო ნაწილისგან. აი ხა მაგალითად ბიზნეს ინტერესზე რო ვაპარაკოთ, ბიზნეს ინტერესი ჩანს არა მხოლოდ იმაში, რომ უცხოელები გადაყავთ კერძო უნივერსიტეტში, არამედ ჩანს იმაშიც, რომ ეხა პირდაპირ თქვა კობახიძემ, რომ კორპუსებს გავყიდით უნივერსიტეტების. ანუ კითხვა, რომ აი რაღაცა ისტორიულ შენობებს პირველ მეორე კორპუსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან მედიცინას როგორ გავყიდით, მაგრამ სიამოვნებაში ლაპარაკი არის სავარაუდოდ იმაზე, რომ ჭავჭავაძეზე არსებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ისა კორპუსებს და არ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა კორპუსებს, რაც არ დაუსახელებია, სავარაუდოდ გაყიდიან იმისთვის, რომ დეველოპერებიც გაახარონ. თვითონაც ფული ჩაიჯიბონ რაღაცა ტრანზაქციების დროს, იმიტომ რომ მე ეს დეველოპერები ან პირდაპირ აძლევენ ფულს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ან პარტიას აძლევენ მე უკან ფულს, ხო? ანუ შენ მოყიდი რაღაცას, ანუ ერთი მხრივ ჩავარცხო სახელმწიფო ბიუჯეტს და მე იმ მოგებიდან, რომელიც გაქაშენების დროს, იმ მოგებიდან მე შეთანხმებისამებრ ურიცხავ იმას შემოწირულობად პარტიას. აი ესეთ კორუფციულ რაღაც სისტემაზეა ლაპარაკი და საზოგადოებისთვის ეს დეველოპერები არ არიან მაინდა-მაინც ყველაზე პოპულარული ჯგუფი, ხო? ახლა რა ვიცი, უმაღლესი განათლების რეფორმა იმისთვის ჩატარება, რომ რა ვიცი, თქვა რაღაცა ააშენოს 30 სართულიანი კორპუსი შუა ვაკეში, მაინდა-მაინც მისაღები და საინტერესო არც ვაგის მოსახლეობისთვის არის და არც ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის. ისე რომ ეს მაინდა-მაინც დიდ მხარდაჭერას ვერ გამოიწვევს და რა უნდა გაკეთდეს ახლა ჩვენი მხრიდან რაც არის მნიშვნელოვანი არის მობილიზაცია. ჩვენ მე აბსოლუტურად არწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმას ზოგი შეხვდება შიშით, ზოგი შეხვდება, ზოგი კმაყოფილიც იქნება, იმიტომ რომ შეიძლება შანსი მიეცეს, რომ დაწინაურდეს პარტიასთან ლოიალობის გზით, მაგრამ რეპრესიულ სისტემაში უმაღლეს განათლების რეფორმის ჩატარება პირდაპირ ნიშნავს უმაღლეს განათლებაში ასევე რეპრესიების დაწყებას და ამას ექნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ეს არის რისი თქვაც მინდოდა. ვინმეს რამე კითხვები თუ გაქვთ, ან კომენტარები შეგიძლიათ დაწეროთ აქ და შევეცდები რომ გიპასუხოთ. ხო, რატო საზღვარგარეთზე რო ლაპარაკობ, იქ უბრალოდ ამას მეთქვა, რომ საზღვარგარეთ ახალი წასვლის ახალი ბარიერების შექმნა ეს აწყობს რეპრესიულ რეჟიმებს, ან რეპრესიული რეჟიმები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები განათლებული ადამიანი არსებობდეს ქვეყანაში. განსაკუთრებით კარგია თუ ეს განათლება არ მოდის უცხო ქვეყნიდან, ხო? ანუ უცხო ქვეყნის აგენტი თუ არ ხარ, ესე რომ ვთქვათ რა. აი, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ვის წინააღმდეგაც გატარდა რეპრესიები, იყო ის ხალხი, ვისაც საზღვარგარეთ ჰქონდა განათლება მიღებული. იმიტომ რომ იცოდა ბოლშევიკურმა პარტიამ, რომ ის ცოდნა, რომელიც მოქონდათ უცხოეთიდან ამ ადამიანებს, იყო საშიში იმ იდეოლოგიისთვის, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, უფრო თავისუფალი ხალხი იყო ესე. აი ესე კითხვა, რას უნდა ელოდონ კერძო უმაღლეს სასწავლებლები? კერძო უმაღლეს სასწავლებლები უნდა ელოდონ ორ რაღაცას. ერთი რომ დაფინანსება შემომწირდებათ, იმიტომ რომ სახელმწიფო დაკვეთაზე გადასვლა გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი ვეღარ წაიღებს სახელმწიფო დაფინანსებას კერძო უნივერსიტეტში. მეორე მხრივ ის ლოიალური უნივერსიტეტები, რომლებსაც ექნებათ წვდომა რაღაც აი პარტიულ ლაბირინთებზე, ანუ ვინც შეძლებს რომ მივიდეს მინისტრთან, მიიტანოს ქრთამი, ჩავჯიბოს წილი, გაუნაწილოს წილი ვიღაცა, მასაც პარტიულ მუშაკს და ასე შემდეგ,
მათ იქნება შესაძლებლობა რომ მიიღონ მაგალითად უცხოელი სტუდენტები. ჩვენ იმედის რამდენიმე გადაცემა შეგვიძლია ნახოთ, აი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გასული ერთ-ერთი სიუჟეტი და მანამდეც იყო, სადაც პირდაპირ აცხადებენ თავისუფალ უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს და ჯიფას, როგორც რაღაც ტერორისტების აღზრდის ადგილს, მაგრამ ეს რიცხვი რა თქმა უნდა გაფართოვდება, ხო? მაგალითად, შეეხოს კავკასიის უნივერსიტეტს, სადაც ასწავლიან ასევე ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულად არიან, რა ქვია, განწყობილები. ესე რომ ამას უნდა ელოდოთ, ხო? აი პროფესორი ოლივერ რაისნერი წერს, რომ უნგრეთის მაგალითს მიყვება ეს სქემა. დიახ, უნგრეთში ვიქტორ ორბანმა ზუსტად ეს გააკეთა, ანუ პირველი რაც გააკეთა იყო, რომ დაფინანსების წყაროს კონტროლი დაიწყო, ანუ უნივერსიტეტები დაავალდებულა, რომ რაღაცა საერთო ფონდიდან მიიღო დაფინანსება და მე ამის საშუალებით შეძლო გაეკონტროლებინა უნივერსიტეტები. უნივერსიტეტების ნაწილი წავიდა საერთოდ, დაიხურა, მაგალითად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც უამრავ ქართველს, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც მისცა განათლება, მაგალითად გავიდა ქვეყნიდან, არის უნგრული უნივერსიტეტები, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან გაკოტრების პირას არიან მისულები, მაგრამ იბრძვიან იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი არსებობა. და რეალურად ამას მივიღებთ ჩვენთანაც, ხო? იქნება რაღაც უნივერსიტეტები, რომლებიც მივლენ გაკოტრების პირას, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ლაპარაკი არ არის რაღაცა იმასე, ქვია, რაღაცა ბიზნესმენის გახსნილ უნივერსიტეტზე, ან დაიმორჩილებიან სახელმწიფოს და აი ეს იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ ის მრავალწლიანი განვითარება რაც მოხდა უნივერსიტეტებში, იქნება წყალში ჩაყრილი. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტი არის უკვე თითქმის 20 წლის და ამ უნივერსიტეტმა მოახერხა ბევრი ისეთი მიმართულების განვითარება, რაც მანამდე არც სულხან საბას უნივერსიტეტში არსებობდა და არც უცხო ენებში, ხო, რაღაც მაგალითად სოციოლოგიის მიმართულების განვითარება, განათლების ადმინისტრირების პროგრამა, მეც ადრე იქ მუშაობდი. რაც საბუნებისმეტყველო პროგრამები, რომლებიც შავი ზღვის კვლევებს აწარმოებს, რაც არ აქვს მაგალითად სხვა უნივერსიტეტებს. კვლევითი პროდუქცია ზოგიერთ მიმართულებით აჭარბებს ყველა დანარჩენი უნივერსიტეტის კვლევით პროდუქციას, ხო, ანუ უფრო მეტი სტატია იწერება, მეტი კვლევა ტარდება და ასე შემდეგ. ხო, უამრავი მსგავსი რაღაცა ხდება და ამისი უგულველყოფა ხდება. აი მაგალითად ის რომ შეიძლება ილიას უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტთან მიმართებაში უკეთესი შედეგები ჰქონდეს. ხო, მაგალითად შორის საერთაშორისო რანჟირებებში ამისი უარყოფა ხდება მხოლოდ აი პოლიტიკური რა ქვია ნიშნით, ხო? აი ზუსტად ეს მონაცემია ოლივერს გაზიარებული, რომ ილიას უნივერსიტეტი რაღაცა საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტული რანჟირების სისტემით, აი Times Higher Education-ის მიხედვით არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში და ეს პირველი უნივერსიტეტი არის არა იმითი, რომ რაღაცა პოლიტიკურად აქტიურია, არამედ იმითი არის, რომ ყველაზე მეტ კვლევას აწარმოებს და რაღაცა ძირითადი კრიტერიუმი ეს არის. ხა ესეთი კითხვა ნინოსი იმპორტული კითხვა სტუდენტების მობილობის შეზღუდვის გარდა დგება თუ არა სისტემა საფრთხის ქვეშ, რომ საერთაშორისო სტანდარტს ვეღარ უპასუხოთ. საერთაშორისო სტანდარტს ვეღარ პასუხობ, ანუ გიჩნდება ახალი თავის ტკივილი, რომ უნდა ნახო როგორ შეიძლება ის შეავსო ის დანაკლისი, რომელიც მე-12 კლასის არარსებობით გიჩნდება. კობახიძემ ძალიან სასწილო ესეთი რაღაც თქვა, რომ რა პრობლემა არის სხვა ქვეყანაში წახვალო და სხვა ქვეყანაში ისწავლე მე-12 კლასს. აი როგორ წარმოადგენია, რომ მაგალითად რა ვიცი ქართველი მოსწავლე აქ რო ვერ დაამთავრებს მე-12 კლასს, წავა შვეიცარიაში და იქ დაამთავრებს მე-12 კლასს, ან საფრანგეთში დაამთავრებს მე-12 კლასს. აი ესე მარტივად უცებ აი ნაზღაურებ ამას, ხო? ეს ხო აბსურდია. და მათ შორის არის სკოლები, სადაც განწყობილების მიღების შვილები სწავლობენ, რომელიც 12 წლიანია და ეს 12 წლიანი იყო მაშინაც კი, როცა საქართველოში 11 წლიანი სწავლება იყო მხოლოდ და ეს 12 წლიანი ამ 12 წლიანს
სკოლებში შემოყავდა სწორედ იმიტომ, რომ უფრო მარტივი იყო ამ სკოლიდან უცხოეთში წასვლა. ესე რომ კი, ეს პრობლემებს გააჩენს, სწორედ ამ პრობლემების გამო, მაგალითად, ეხლა ყირგიზეთი გადადის 12 წლიან სწავლებაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გადავიდეთ თურმე უკან 11 წლიან სწავლებაზე. კობახიძე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი იყო, საუბრობდა იმაზე, რა კარგი განათლების სისტემა ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს, რომ რა კარგად იყო მოწყობილი თურმე უნივერსიტეტების სისტემა, რომ არსებობდა ერთი მრავალპროფილური და მერე რაღაცა ინსტიტუტები და მერე პედაგოგიური ინსტიტუტები და ასე შემდეგ. კობახიძე მართალია, საბჭოთა კავშირში იყო ძალიან კარგი განათლების სისტემა იმ პერსპექტივიდან, რომელიც უნდა რომ ქართული ოცნების, რაც არის ქართული ოცნების პერსპექტივა. ანუ ქართული ოცნების და საბჭოთა კომპარტიის პერსპექტივა ემთხვევა ერთ-ერთში ერთმანეთთან. და ეს პერსპექტივა გულისხმობს შემდეგს, რომ ყველა მოქალაქე, ყველა ინსტიტუტი საქართველოს ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს დამოკიდებული პარტიაზე. ანუ პარტია უნდა განსაზღვრავდეს, ვინ ასწავლის, რას ასწავლის, როგორ ასწავლის, სად ასწავლის, რატომ ასწავლის. ეს არის განსაზღვრელი და რასაც მივედით ამ პარტიული კონტროლით, შეგვიძლია ნახოთ მათ შორის კვლევით პროდუქციაში და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა ქონდა კვლევების საბჭოთა კავშირიდან რომ გამოვედით საერთაშორისო მასშტაბით. რატომ? იმიტომ რომ იყო ჩაკეტილი სისტემა, იმიტომ რომ კვლევის ესე იგი იერარქიული სისტემა არსებობდა, სადაც შენი ხელმძღვანელი წყვეტდა რას იკვლევდა, რას გამოიკვლევდა, რას არა და ეს შენი ხელმძღვანელი წყვეტდა იმასაც გამოაქვეყნებდი თუ არ გამოაქვეყნებდი შენ ნამუშევარს მათ შორის რაღაც მაშინ რა ქვია მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალებში. ვაკური კითხულობს დამატებით ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რა შეიძლება ნიშნავდეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხო, აი მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისში. ანუ თბილისში სხვა უნივერსიტეტს ვერ ექნება, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტს ვერ ექნება იურიდიული ფაკულტეტი. ხა ეს იურიდიული ფაკულტეტზე იმიტომ ლაპარაკობს კობახიძე, რომ ყველაზე მეტი კონტროლი აქვს ამ ფაკულტეტზე, თვითონაც მუშაობს, ხო, ამ ფაკულტეტზე და ხო, საერთაშორისო ურთიერთობების თელავში არ იქნება, იმიტომ რომ კობახიძემ როგორც თქვა, რეგიონულ უნივერსიტეტებში იქნება აგრარული მიმართულება და პედაგოგიური მიმართულება. საერთაშორისო ურთიერთობებიც იქნება სავარაუდოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და მაგალითად ქიმიის მიმართულება ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყოს და ან ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი ეს ქიმიის მიმართულება ორივეგან იყო. იქაც იყო და აქაც იყო. უბრალოდ შეიძლება თქვა, რომ ერთი ამზადებს ქიმიის მასწავლებლებს და მეორე ამზადებს მეცნიერებს, ან ქიმიის სპეციალისტებს. ანუ რეალურად მიდივართ არა მხოლოდ საბჭოთა სისტემამდე, არამედ მიდივართ 90-იანების სისტემამდე, სადაც სახელმწიფო წყვეტდა, მაგალითად განათლების სამინისტრო წყვეტდა, რომელ უნივერსიტეტში რა მიმართულებაზე იქნება დაშვებული შტატები. შტატები იგულისხმება რამდენი ადგილი არის პროფესორებისთვის და მე რამდენი ფული წავა თითოეული პროფესორისთვის და მე რამდენი იქნება ხელფასი თითოეულ პროფესორს. ანუ კობახიძემ ეს თქვა, წარმოიდგინეთ, რომ პროფესორს ექნება მინიმუმ ამდენი ხელფასი. და სახელმწიფო როგორ უნდა განსაზღვრავდეს იმას კონკრეტულ უნივერსიტეტში რამდენი ექნება ხელფასი. იმიტომ რომ საკმარისია განსაზღვროს მინიმალური ხელფასი, აქვე შეიძლება განსაზღვროს მაქსიმალურიც. და თქვას, რომ აი ამაზე მეტი არ შეიძლება რომ პროფესორს ჰქონდეს ხელფასი. ხო, მინო კითხულობს, კანონებში უნდა შეიტანონ ცვლილებები, ხო, ეს კანონებში უნდა შეიტანონ ცვლილებები და ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს იქნებოდა ადგილი, სადაც იქ მოხდებოდა განხილვა, მაგრამ საქართველოში ყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ასრულებს ნებისმიერ დაკვეთას, რაც ეს კონკრეტული პარტია დაუსახავს. ესე რომ ეგ პრობლემა, ტექნიკური პრობლემა არ აქვს. დემოკრატიული განხილვა ამისი შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ ინიციატივას რეალურად შეუძლებელია დაუპირისპირო დემოკრატიული მექანიზმები, იმიტომ რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია ზის. თავისთავად ის ხალხი, ვინც ეს მოამზადა, იმათ განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აი, თვითონ განათლების მინისტრი ყავს, რომელსაც მოიტყუა საკუთარი განათლების შესახებ და მერე პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა მისი განათლების შესახებ. კობახიძემ ეს გივი მიქანაძემ ჯერ მოიტყუა საკუთარი ბიოგრაფიაში, სოციალური ქსელი არის, პროფესიული LinkedIn-ი და
LinkedIn-ში ჩაწერა, რომ არის დოქტორი ამსტერდამის უნივერსიტეტის და ეს იყო ტყუილი და მე პრემიერ-მინისტრმა ის წარადგინა როგორც ამ დოქტორის ხარისხის მფლობელი, რაც ასევე იყო ტყუილი და მე როცა კითხეს, რომ რა ესე რაც წარგადგენს, მე კიდე მოიტყვა, რომ ესე როდის წარმატგინესო. ესე რომ აი ესეთ მათყუარა ხალხს ვანდობთ, ახლა რაღაცა განათლების რეფორმის ჩატარებას. დასია კითხულობს უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვას თუ ცდილობენ სკოლებთან მიმართებაში რაცილებას უნდა ველოდოთ, კერძო სკოლებს რა ბედი ეწევათ, არ ვიცი, რა ბედი უნდა ეწიოთ. აი მაგალითად დასიას დამთავრებული აქვს სკოლა, სადაც 12 კლასიანი განათლება იყოს და ამ სკოლას მიცემენ საშუალებას, რომ 12 კლასიანი განათლება იყოს თუ აიძულებენ რომ 11 კლასზე გადავიდეს, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რას მსჯელობდნენ. ანუ რა იყო ჩაფიქრებული ამ ყველაფრის უკან. აქედან გამომდინარე რთულია იმისი ანუ რთულია იმისი განსაზღვრა რა იქნება მომავალში, როცა არადემოკრატიულია ეს პროცესი და გაუმჭვირვალეა. ხო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ხო, აი ზურა კითხულობს, რატო ლაპარაკობ ერთპარტიულობაზე, როცა არსებობს სატელიტები. სატელიტები რეალურად იგივე პარტიას წარმოადგენენ, ხო, ანუ რა ვიცი, ხალხის ძალა ისევე არის დამოუკიდებელი პარტია, როგორც არ ვიცი. აი მაგალითად, როგორც რა ვიცი. როგორც მაგალითად არსებობდა ქრისტიან დემოკრატები, რომლის წევრების დღეს იმედის პროპაგანდისტები არიან, ნაწილი წამოვიდა იქიდან და ნაწილი, რა ვიცი, აგერ მთელი სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ და რეალურად არიან პარტიული მუშაკები, ხო? ხო, მოკლედ არ ვიცი, აი ნახოთ ეს წინააღმდეგობა რამდენად სწრაფად გამოაჩენს საკუთარ თავს, თუ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის პირველი რომ ეს რაღაცა ერთმანეთს დაველაპარაკოთ, დისკუსიები უნდა გაიმართოს ამის შესახებ, ანუ ფართო განხილვა უნდა მოხდეს, პროფესორები უნდა შეიკრიბონ, როგორც საკუთარ უნივერსიტეტებში, ისე უნივერსიტეტების შიგნით და აი ყველა საფრთხეზე რაც მე ვილაპარაკე, რაც ღიად უნდა მოხდეს ამაზე ჩამოყალიბება უღირს თუ არა პროფესორას რომ ასეთ მაშინ მახეში გაყოს თავი და დარწმუნებულია რომ არ უღირს არც არავის, იმიტომ რომ იმ საკუთარი პრობლემის მოგვარება თვითონ შეუძლიათ ყოველგვარი პარტიული ჩარევების გარეშე. განათლების სისტემა სჭირდება პარტიისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და რა ვიცი, ახლა ჩვენც თავისუფლების მოედანში სულ ამაზე გვაქვს აქცენტი, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ ისიც კი მოვახერხეთ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ასევე სხვა პარტიებიც დაინტერესება მოვახერხეთ თავისუფლების მოედანმაც, რომ ხელი მოეწერათ დეკლარაციას, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ განათლების სისტემის გამოყენება არასდროს არ მოხდება პარტიული მიზნებისთვის. ამისთვის ვიბრძვი მე, რა ვიცი, ამდენი წელია უკვე. მათ შორის მაშინაც კი ამისთვის ვიბრძოდი, როცა განათლების სამინისტროს რეფორმის პროექტში მუშაობდით და სწორედ ამის გამოც ბევრ პოლიტიკურ მაშინდელ გადაწყვეტილებას მიიღებს არ მოწონდა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ განათლების სამინისტროში. ესე რომ ეს არის რაზეც რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, ხო, რომ პარტიამ ვერ დაიქვემდებაროს ვერც მასწავლებელი, ვერც პროფესორი, ვერც სტუდენტი, ვერც სკოლის მოსწავლე და პირიქით უნდა იყოს, ხო? აკადემიური სფერო უნდა აიძულებდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ იმოქმედონ საზოგადოების სასიკეთოდ, სახელმწიფო დაკვეთა კი არ უნდა იყოს იმის პროფესორის მიმართ, არამედ პროფესორის დაკვეთა უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მიმართ და ეს სახელმწიფო უნდა ასრულებდეს საზოგადოების ყველაფერის, მათ შორის აკადემიური სივრცის დაკვეთებს და ამას აუცილებლად მივახცევთ ერთობლივად. დიდი მადლობა დასწრებისთვის, საინტერესო კითხვებისთვის და ასევე კომენტარებისთვის. ცხადია ამაზე დისკუსიები გაგრძელდება, კიდე გამოჩნდება ახალი გარემოებები იმისთვის, რომ გავიგოთ რას აპირებს ოცნება, ანუ რა ტექნიკური საშუალებებით აპირებს იმ მიზნების მიღწევას, რაც არის საუბარი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ
აკადემიური სფერო თავს დაიცავს წარმატებით და ჩვენ პოლიტიკური ჯგუფების აუცილებლად დავეხმარებით ამაში. კარგად იყავით. Mm-hmm.